გამარჯობა სპეციალურმა ტელემაყურებლებო. მოგესალმებით. მე და ჩემი სტუმარი გივი იოსებიძე, კეთილი სურვილებით. დღეს ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ გივი იოსებიძის საკუთარი ლექსები. გივი იოსებიძე გახლავთ სახალხო მთქმელი. ის დიდი ხანია ლექსებს წერს, მის მეგობრების წრეში, ნათესავებში, მეზობლებში თითქმის ყველა იცნობს მის ლექსებს, მაგრამ ახლა ეკრანის წინაშე და მაყურებლის წინაშე ვიცი რომ პირველად უნდა წარმოსდგეს. მაშასე გთხოვთ მოვისმინოთ გივი იოსებიძეს საკუთარ ლექსებს. გთხოვთ გივი. სადღეგრძელო, ყველა მინდა ვადღეგრძელო, ვისაც უყვარს შრომა გარჯა, ვინც სახალხო დოვლად საქმის დაელოცოს კლავი მაჯა, ყველა მინდა ვადღეგრძელო, არ ვინდა მჩეს მანდურავი, მებაღე თუ მევენახე, ვინოდ ყურძნის დამწურავი. ყველა მინდა ვადღეგრძელო, ვინც აშენებს ქალაქს, ქუჩებს, ის ცოცხალი შევიწყალოთ, ხალხის შრომას ვინც აფუჭებს. ხნადად ესვა ხომარკმარა, სიტყვა გვეტყვის სხვადასხვებზე, ვისაც ვიცნობ წიგნებიდან, ვისაც ვხედავთ ეკრანებზე, გაუმარჯოს ყველა მებრძოლს, მშვიდობას და ხალხის ბედზე. საქართველო, იდღეგრძელე ლურჯო ზეცავ, დედა მიწავ, მთადაველო, შენ ხომ ჩემი სამშობლო ხარ, გენაცვალე საქართველო. შემოგწირავ ჩემს სიცოცხლეს, გულს მკერდიდან ამოღებულს, ნუღარ გნახავ საქართველო, აკლებულ და აოხრებულს. იდღეგრძელე ლურჯო ზეცავ, იდღეგრძელე მთადაველო, შენთვის გავჩდი, შენთვის მოკვდე, შენ იცოცხლე საქართველო. მასწავლებელო ვიბოძეთ, ცოდნის შეძენი სადავე, თქვენ და მშობლები ბრძანდებით, ჩვენი სიკეთის სათავე. რვამარც გილოცავთ, იცოცხლეთ, ღმერთმა გაშოროთ ავობა, სამშობლოსაკეთ ილღეოთ, ზარდეთ ჯანსაღი თაობა. ბუნებას წვიმა ამშვენებს, ცაში ღრუბლებით ნაკუხი, ყველგან უხდება ვაშკაცის კარგი სიტყვა და პასუხი. რუსთავში მოჩქებს ფოლადი, შრომელთა გამონადუღი, ფუმფულაპურმა შესცვალა, ჭადი ფურნეში ნახუხი. იკურთხოს მინდვრის ბარაქა, დიკა დოლი და თავთუხი, უშრომლად როგორ ვიცხოვრობთ, აბა გამეცით პასუხი. გვესმოდეს ვაშკაცთა ქება, მთა იყოს თუნდა ბარია, გივი ამ ლექსის ავტორი იოსებიძე გვარია. შენ გაგიმარჯოს სახლო და კარო, ბარაქიანო, ბაღო, ვენახო, იმხერულეთ მრავალ ჟამიერ, დაგონებული არ ვის გვენახო, დაგლოცოს ხალხმა მრავალმა, ღმერთმა მზენამო მავალმა, ისმოდეს თქვენი ღიღინი, იმრავლოს თქვენმა აკვანმა, მოყვარე გაგიძლიეროთ, იყივლოს თქვენმა მამალმა. სიგარეტი. რისთვის გინდა ირში ცეცხლი, ან კვამლი და ან ნაცარი. ხომ გაიგე რომ ცუდია, მოიშორე გრაცარი. მაგის ნაცვლად, მაგის თანხით, სჭამე ვაფლი ან გალეტი, უზარმაზარ დარბაზს წამლავს ერთი ბეწვა სიგარეტი. ვერ გავიგე ამიხსენით, გემოაქვს თუ სულმელება, რატომ სწევენ ჭკვიანები, სწიონ უნდა სულელებმა. გივი, არასდროს მოგიწევია სიგარეტი? საერთოდ არ მოგიწევია ცხოვრებაში. ბედნიერი კაცი. შემოდგომა გვახარებს დიდებსა და პატარებს, ვისაც შრომა არ უყვარს, ნეტავ როგორ ატარებს. ვენახისკენ გავმივართ, ვედრები და კალათით, რომ ავასოთ მარანი, ხვავითა და ბარაქით. მოვიმზადოთ ზამთრისთვის, ჩურჩხელა და კაკალი, შეშაც მოვიმარაგოთ, არ დავიწყოთ კანკალი. გიორგი კანდელაკს. ღირსეულ შვილად შობილხარ, გესმის სამშობლოს წუხილი, კიდით კიდემდე გავარდა, მაგ ვაშკაცობის ქუხილი,
შენ ასახელე სამშობლო, ბევრჯერ ნატყვია ნასეწვი, დაგიტოვია მეტოქე, მაგრად ნაცემი ნაბერწვი. ადრეც ყოფილან ბიჭები, სახელით დარჩათ აკია, ან კულა წამოახედა, ან სანდრო კანდელაკია. გაიძრევიან საფლავში, ძველ ფალავანთა დილებია, გული ვერ უძლებს სიხარულს, ანდარა გასაძლებია. შენით ამაყობს სამშობლო, სოფელი ვარიანია, კიდევ გაზარდოს მრავალი, შენსავით გვარიანია. ბატონო გიო, ერთ შეკითხვას მოგცემთ, მანამ ბოლო ლექცია წაიკითხავით. რა პროფესიის ადამიანები ბრძანდებათ? შავი საქმეების მოხელე ვარ, ბულგარიც ვარ, ალარიც ვარ, აჰა. დღეს პარიკმახერი ვარ. პარიკმახერი. ესე ადამიანებს გალამაზებას ემსახურებათ, ხელები და გონება. მე ვაშენებდი და ახლა ბევრი ადამიანი გაგელემაზებინოს მომავალში. მალოვა, ქალებს თუ ალამაზებ, თუ მარტო კაცებს? არა, მარტო კაცებს. ვინც სწავლაში ცუღლუტია, ან შრომაში ზარმაცია, ყველასგან დაგმობილია ისაქვერნად რაკაცია. ვინც ქუდია, ვინც ხულიგნობს, ვინც როთავს და სინდის ყიდის, სიკეთისკენ ეწევიან, მაინც ჯანდაბისკენ მიდის. მზეს სხივები დატნევია, მოფენია მთას და მდელოს, ცოცხალია დასამარხი, ვინც შეარწყვეს საქართველოს. ძვირფასწავლე მაყურებლებო, ეს არის მოისმინეთ თქვენ ჩვენი სახალხო მთქმელის გივი იოსებიძის საკუთარი ლექციები. ერთ-ერთი ლექსში გაიჟღერა სიტყვებმა, რომ სიკეთისკენ ეწეოდნენ კაცს, მაინც ჯანდაბისკენ გარბოდაო. მე მგონი სიკეთის არაფერი ჯობია ბატონო გივი უკანად. სიკეთით გეცხოვროთ ძვირფასწავლე მაყურებლებო, მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა გივის გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.